მე მოახერხე მე ვნახე თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა. მე მოახერხე ამ სტრუქტურის შემდეგ, ამის აღმოჩენის შემდეგ და ამის დანახვის შემდეგ მე დავინახე რომ ერთი ხის ორი ტოტია. მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი შეიცვალა. მე მინდა გავხდე პრემიერ-მინისტრი, ვიმუშაო 2 წელი და შემდეგ თავი მიუძღვნა საზოგადოებრივ საქმიანობას. პოლიტიკა არასდროს მიყვარდა, მაგრამ მე ვარ ერთადერთი ფიგურა, რომელსაც ახლა ხალხი ენდობა. ფსიქიური აშლილობა თქვა და საერთოდ ფსიქოანალიზის ჩემი გადაცემა ბოლო 30 წელიწადი ჩემი მეგობრები ბევრს საუბრობენ ამის შესახებ, რომ თქვენ ძალიან გადაცემული. ჩემი მეგობრები 30 წლის განმავლობაში ძალიან სერიოზული ჯგუფია საქართველოში, მენცარის სახით ჩამოყალიბდა და თუ სოფლიოში ფსიქოანალიზში არის თქვა მიღწევები და არის რაღაც დონე, მე ვფიქრობ რომ არანაკლები აქვს და ამათზე არ გავყვები, მაგრამ მე დაუბრუნდები ისე ფსიქიკას, რამდენიც დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქიკას, მოგეხსენებათ ფსიქიურად აშლილი ადამიანი, თქვა სხვა ტიპის დაავადებები, პარანოიდები ბევრი არიან და შიზოფრენიკებიც ბევრი არიან საუბედუროდ დღევანდელ საზოგადოებაში. ახლა კითხვა ისმის თქვა ნიჭიერება თუ ორი ნაწილისგან შედგება, თქვა თუმცა ისტორია მიცის ნიჭიერი ადამიანები, ვინც არ იყო ფსიქიურად თქვა გაწონასწორებული, ხომ ასეა? რა თქმა უნდა, თქვა, მაგრამ საინტერესო მაგალითი ფსიქიკის გავლენის რომ დაგანახოთ, კარგი იქნება თუ გავიხსენებთ ჰიტლერს ისე, თქვა რომ ინტელექტი არ აკლდა. მაგრამ საშინელებები ჩაიდინა თქვა საზოგადოების წინაშე, მათო ინტელექტი თქვა ფსიქიკის გარეშე შესაძლებელია ზოგჯერ ინატრო კიდეს ნეტა უფრო ნაკლები ქონებოდა ინტელექტი თქვა ასეთი ფსიქიკის კაცს. თუმცა ეს არ ნიშნავს თქვა ექსცენტრიულობას, ლამაზი სიტყვები მინდა გავიხსენო თქვა საპირისპირო ამის სელვადორ დალი თქვა ექსცენტრიულობით გამოირჩეოდა, მაგრამ გენიოსი მხატვარი იყო ამავდროულად. თუ ეს სრულყოფაშია თქვა ფსიქიკა და ინტელექტი, საზოგადოება ღებულობს საზოგადოებრივ სასარგებლო პროდუქტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვღებულობთ ჰიტლერიზმის გავს და უარესების ყოფილა და ამის გასების ბევრი ვიცი. ნიჭიერის თუ მოგეხსენებათ ამას საგიხსნით ხშირად ხმარობ ამ ტერმინებს, რაღაც მივადექით რომ ანუ თქვენთვის დადების და უარყოფით აი სადაც წავიდი საკუთარი თავისთვის თქვა აკეთებს და როგორ აკეთებს და დიდგან სხვავდება მაშინ ადამიანი ერთმანეთისგან, ნიჭიერი რას აკეთებს და უნიჭო რას აკეთებს, ნიჭიერი პირობითად დავყავი ორ ნაწილად რომ ინტელექტი და ფსიქიკა პირობითად ნახნახევარი მივეცი 50% თითოეულს. ანუ გაწონასწორებული ფსიქიკა? ინტელექტი მარტივი ასახსნელია. ინტელექტი რა განსაზღვრავს ნიჭიერებას და ნიჭიერის ადამიანის ქცევას საერთოდ ეს თქვა. ჩემი საინტერესო ყველა საინტერესო თემაა. ნიჭიერება თქვა ინტელექტი და ფსიქიკა პირობითად რა თქმა უნდა ზუსტად ამას ვერ შეაზავებ სხვადასხვა ადამიანში. ნახნახევარი 50% თითოეულს. ინტელექტი შედგება გენეტიკას პლუს ცდობა, ესე ვთქვათ, განათლება. რაც შეეხება ფსიქიკას, ფსიქიკა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მოგეხსენებათ. ბატონო ბიძინა, თქვენ თვითონ შემოიტანეთ ნიჭიერების თემა, მე მართლა ვაპირებდი ისედაც ამ შეკითხვის დასმას. როდესაც თომას დევალი მყავდა კარნეგის ცენტრის ექსპერტი გადაცემაში, მან თქვა, რომ მართალია თქვენი შემოსვლით ოპოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა, მაგრამ ჯერჯერობით ამ ეტაპისთვის ყველაზე ნიჭიერ პოლიტიკოსად მაინც რჩება მიხეილ სააკაშვილი. თქვენ ახლოს შეხება გქონდათ საქართველოს პრეზიდენტთან, მე მაინტერესებს მას თუ მიიჩნევთ აი ნიჭიერების იმ კატეგორიაში, როგორც თქვენ ნიჭიერებას ახასიათებთ? მაშინ ცოტა უფრო გავშალოთ რა არის ნიჭიერება, რა მიმაჩნია ნიჭიერება და არა მარტო მე, თქვათ ამაზე არის ზოგადი მცნებები, თქვათ რომ ნიჭიერებას ზომავენ იმის მიხედვით, თქვათ რაც უფრო მეტ რამდენად მეტი სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის, სასარგებლო შრომას ეწევა, ესე რომ ვთქვათ. ამ კუთხით განიხილავენ თქვათ სხვადასხვა ბიზნესმენი, ხელოვანი, თქვათ ეს მხატვარი იქნება, მუსიკოსი თუ პოეტი, ვინ ახერხებს უკეთესად შეისწავლოს საზოგადოების მოთხოვნილება, გაანალიზოს და შეისწავლოს და მიაწოდოს ის, რაც სჭირდება საზოგადოებას. იმ ტიპის მუსიკა უნდა დაწერო, რომელიც დღევანდელი საზოგადოებას სჭირდება, ესევე მხატვრობაც მოგეხსენებათ, ყოველთვის იცვლება და საზოგადოების გემოვნებას ერგება. ამის მიხედვით საერთოდ არის ზოგადი მცნებები ესე, რომ ნიჭიერი ახერხებს გამოიცნოს საზოგადოების მოთხოვნილება და დროზე მიაწოდოს ის პროდუქტი, ამაში შედიან ბიზნესმენებიც, ვინც გამოიცნობს რა პროდუქტი რა ჭირდება საზოგადოებას სხვაზე ადრე და უკეთესად, თქვათ, მას მეტი წარმატებები აქვს. ასევე პოლიტიკოსიც ალბათ, ხო? პოლიტიკოსი რომელიც უფრო მეტადაც. რა თქმა უნდა. სააკაშვილს რა თქმა უნდა დღევანდელი გადმოსახედიდან ვერცერთ შემთხვევაში ნიჭიერებში ვერ დავაყენებთ. მაგრამ ის საკმაოდ ახალგაზრდაა და შესაძლებელია კიდევ
თუ ის შეიცვლის და გააცნობიერებს სადა და რომ ეს გზა არ გაიყვანს მის ქვეყანას და ეს არ არის გზა მიმავალი ეკლესიისკენ პატრიარქს უყვარს ხშირად ამ სიტყვების ხმარება და მეც მომწონს შესაძლებელია თავისი ცხოვრების მანძილზე და არჩენის ცხოვრებაში მან კიდევ მოახერხოს გადავიდეს პლუსებში თუმცა ძალიან დიდი აჩვენებაა მე ვთვლი რომ საზოგადოება უნდა მიეჩვიოს ახალ რეალობას მე არასდროს არ განიცხადებია და ახლა კარგი საშუალება მომეც ამის მე მახსოვს რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს კონკრეტულ კითხვებს მისვავდნენ ამ გარდა პენსიისა რომ რაც გავაკეთებ ხარაგაულში და რაც გავაკეთებ ცალკეულ ქალაქებში და ესე შემდგომ და მე არ მიცემ არასდროს ზედმეტ დაპირებებს საზოგადოებას პირიქით მე ძალიან ფრთხილად ვეკიდები ყოველ ჩემს სიტყვას და მინდა რომ დაპირებებით რაც ჩვენ მივიღეთ მსგავსი არ განმეორდეს მე მირჩევნია დავიჭიროთ ადარიგი დავპირდე ნაკლებს და გავაკეთო მეტი რა თქმა უნდა გარკვეულწილად თქვენი კითხვა მე მესმის კარგად რომ ალბათ მით უმეტეს დღევანდელ საზოგადოება შეიძლება ვერ გააცნობიეროს ეს კარგად ვერ გაიგოს მაგრამ მე სხვანაირად ვერ შევძლებ და არც გავაკეთებ ეს არ არის ჩემი ცხოვრების წესი და ის რომ ამ დაპირებებს იძლევიან მოდივად პასუხი მე მგონი კარგი ვთქვი რომ პენსია უნდა კონდეს ადამიანს იმდენი რომ მან უნდა შეძლოს მასეც მითი ცხოვრება და ჩვენ ამას მივახცევთ მაგრამ ვერ მივახცევთ პირველსავე წელსვე ამის გაფრთხილებას ვაკეთებ რომ ილუზია არ გაჩნდეს და ის რომ მუდმივ დაპირებებში ცხოვრობდით ჩვენ და საერთოდ დაპირება და არარეალური დაპირება იწევს სიცრუესთან მიიყვანას და ეს ერთი სიცრუე იწევს მეორის შემდგომ და ეს გადადის თქვა იმაში რაშიც მივედით ჩვენ და ამის კარგი მაგალითები გვაქვს მე აღარ ჩავუბრუნდები ბატონო რომ არა ის მოცემულობა რამაც მიგაღებინათ გადაწყვეტილება რომ ჩართულიყავით პოლიტიკაში მე მაინტერესებს გქონდათ თუ არა რაიმე კონკრეტული გეგმა რითიც უნდა დაკავებულიყავით თავისუფლებასთან რადიო თავისუფლების დღიურებში თქვენ თქვით რომ აპირებდით წიგნის დაწერას მაგალითად ნამდვილად აპირებდი და ალბათ არ მივატოვებ ამ იდეას მე შევეცდები მოკლედ მაგიხსნათ რამდენადაც მე უკვე ამ წიგნიდან მოახერხეთ თქვენს ინტერვიუში რამდენიმე საკითხს უკვე შევეხე სადაც ნაწილობრივ ვაჩვენეთ და თქვათ ვერ დავასაბუთე იგივე თქვათ იოსელიანის სიტყვები მივატოვეთ იოსელიანის შეხსენება თქვათ ჩემს ქველმოქმედებასთან დაკავშირებით როდესაც მე ვამთავრებ თქვათ და თქვენ ბოლოდან დაიწყეთ რომ რასაც გასცემშენია და ბრძნულ სიტყვებს რუსთაველის მე მოახერხე გამეხსნა რომ ეს ესია და რატომ არის ესე თქვათ ეს ჩემ წიგნში ეს ყველაფერი იქნება განმოცემული რითაც მე უდიდესი სიამოვნება და ბედნიერება მივიღე თავის დროზე ამავდროულად მოკლედ ძალიან საინტერესო თემებს საკითხს ეძღვნება ეს რასაც მე ის გაკეთებას ვაპირებ და რომელიც მე უკვე დასრულებული მაქვს გადატანა უნდა რაღაც თამაშა ფრაზები ყველა საინტერესო რაც აქ არის ის რომ მაინც რა არის ჩვენი ყოფა ცოტი სოფელი და სკოლიდან მოყოლებული როდესაც ბარათაშვილის მე-7 თუ მე-8 კლასში ეს ლექსი ვისწავლეთ იქიდან მოყოლებული როგორც ყველა მოქალაქე და ყველა ადამიანი ამ კითხვას მუდმივად სვავს რა არის ჩვენი ყოფა ვინ არის ადამიანი რა უნდა რა მიზნები აქვს ადამიანს რა ამოძრაებს მე მოახერხე მარტივიანით ამეხსნა ძალიან ბევრ კითხვაზე გამეცა პასუხი და მე მგონი ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი საერთოდ რა არის ადამიანი ვინ არის ადამიანი რა მიზნები აქვს მოგეხსენებათ რომ როდესაც ადამიანის ყოფაზე საუბრობენ ფილოსოფოსები არსებობენ მიმდინარეობა არსებობს ესეთი რომელიც ესე ახასიათებენ რა არის ადამიანი რა უნდა ადამიანს რა არის მიზანი მისი ყოფის რატომ მოვედით ჩვენ ვინ ვართ ჩვენ და რა გვინდა რატო ესეთი ხასიათი რატო მუდმივად ეძებს სიახლეს ფილოსოფოსები ესე ხსნიან რომ ადამიანი საერთოდ არის ის რომ მუდამ ისახავს მიზანს მიაღწევს ერთს და აუცილებლად ის ერთს ვერ ჩერდება ამის ერთის შემდეგ გეგმავს მეორეს და მუდმივად და ეს არის თელი სპირალი და თელი ადამიანის ცხოვრებას ესე მარტივად ხსნიან ვარათაშვილს დაუბრუნდეთ ეს აქვს ლექსად უფრო ლამაზად ვიდრე ნებისმიერ ფილოსოფოსს მაინც რა არის ჩვენი ყოფა ცოტი სოფელი თუ არაოდენ საწყაული აღუსებელი ვინ არის იგი ვისთვის ნატურა ერთჯერ აღევსოს და რაც მიიღოს ერთჯერ ნატურით იგი ეკმაროს რა უნდა ადამიანს რატომ არ კმარობს დაუბრუნდებით ამ თემებს მე მოახერხე აი თუ შეიძლება ცოტა რამდენადაც ჩვენ უკვე ზემოთ შევეხეთ თქვა ამ თემებს რა ყველაფერს თავისთავისთვის აკეთებს გავიხსენეთ სიბრძნე ჩვენი დიდი რუსთაველის რასაც გასცემშენია შევეხეთ ბარათაშვილს თუ დრო გვაქვს პატრა განმარტებებს გავაკეთებ მე მოახერხე მე ვნახე
თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა. მე მოახერხე ამ სტრუქტურის შემდეგ, ამის აღმოჩენის შემდეგ და ამის დანახვის შემდეგ მე დავინახე რომ ერთი ხის ორი ტოტია, ის რასაც ამბობს რუსთაველი, რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია და სარჩავყვები, მაგრამ ამის მტკიცებულება მაქვს, რატომ არის ეს ესე და რატომ არის ის, რასაც ამბობს ჩვენი მეორე გენიოსი პოეტი ბარათაშვილი, ჩემი მოსაყვარლესი პოეტი, თვითონ მეფენიც უძლეველი რომელთ უმაღლეს არც ვინ ღარის დაწინაში არც ვინ აღუდგეს აი ამაზე მინდა მივიყვანოთ რაც ყველაზე კარგად ვიცოდი ზურჯი მჭადის სახელი და გავიცდება თვითონ მეფენიც უმაღლესი შპოთვენ და თვიან დაიტყვიან აი ეს მინდოდა მომეტანა შპოთვენ და თვიან დაიტყვიან როდის იქნება რომ ეს მიწასაც ჩვენი იყოს და აღეძრიან იმ მიწისის საზღვრებს თვითი არიან შპოთვენ და თვიან აი ეს მინდა ამოვწიო რატომ მუდმივად შპოთვენ და თვიან ამავდროულად რუსთაველის ლამაზი ფრაზა რასაც გასცემ შენია მე დავაკავშირე ამ მექანიზმიდან გამომდინარე რომ თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმით მისი სტრუქტურის ნახვით ეს არის ერთი ხის ორი ტოტი და ეს არის ყველაზე საინტერესო რატომ შფოთვენ კარგად მაქვს ახსენილი ძალიან და ძალიან კარგად ვიცი ეს და ძალიან საინტერესოა რატომ არის ის რომ რასაც გასცემ შენია აი ამაზე მაქვს ძალიან კარგად გაცემული პასუხი მაგრამ ამ პასუხმა შეიძლება კიდევ ერთი ორი წუთი რამდენადაც საინტერესო თემაც იგზე თქვათ არაზეც ვაპირებდი და რამაც მიმიყვანა მე ვთვლი რომ საზოგადოების განვითარების სალგეულ ეტაპზე თქვათ ეს მექანიზმი ეს სტრუქტურა უფრო რბილი უნდა გახდეს განვითარებული საზოგადოებისთვის უფრო მეტი ჰუმანური უნდა იყოს და ამას გავხები და დაუბრუნდი უფრო ფართო პრობლემას ამის მტკიცებულება მინდოდა ამ მტკიცებულებისთვის მე მჭირდებოდა თქვათ ადამიანები ვიზეც ძირითადად უნდა ხერხდებოდეს ეს დაკვირვება და მივედი უფრო ფართო მცნებასთან დღეს მოგეხსენებათ ის რაც თქვი თავში რომ ფსიქოანალიზით გადაცება და ფსიქოანალიტიკოსები ჯგუფი ვახსენე მოგეხსენებათ რომ დღეს უდიდესი პრობლემაა ფსიქიური დაავადებების და ფსიქიური აშლილების ადამიანების რაოდენობა ცივილიზაციასთან ერთად მოგონი იზრდება ძალიან შორს ავედი მინდა კიდევ ერთი ორი წუთი რომ დასრულეთ რა თქმა უნდა და ის ფაქტი რომ ჩემი მეგობრებიც რომელსაც 30 წელიწადი მეუყურებ თქვა და კარგად ვიცი ევროპაშიც კარგად ვიცი ამერიკაშიც დღეს ძალიან მოდაშია ფსიქოთერაპევტი ფსიქოანალიტიკოსი ვერ აღწევენ შედეგებს დღეს არის გავრცელებული ძალიან ნარკომანიას თქვა ამას მიაწერენ ნებისმიერ ფობიებს ნებისმიერ ექსტრემისტებს ექსტრემიზმს პედოფილია მოგეხსენებათ კუნძულზე 70 კაცი 70 ბავშვი დახოცა ვიღაც ჭკვიდან გადამდგარმა კაცმა ის არ არის ფსიქიატრული მდგრადი ადამიანი არ არის რა თქმა უნდა და ეს იყო მიზეზი ეს პრობლემები დღევანდელ საზოგადოებაში არსებობს და არსებობს ძალიან ბევრი მე ვიცი რას ახერხებენ ფსიქოთერაპევტები და ფსიქოანალიტიკოსები ჩემს მეგობრებს ალბათ ეწყინება რომელსაც დიდხანს ეწყინებათ მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ შედეგი ძალიან მწირია ძალიან ცოტა შედეგი და პრაქტიკულად ვერ ახერხებენ თუ არ გავიხსენებთ რომ გარკვეულ მომენტებში რაღაც რემისიები უდგებათ პაციენტებს მაგრამ მათ კურნალობა ახერხდება ფსიქიკური აშლილობის მაგრამ ყველაზე საინტერესო რაცაა და რასაც მეც უკავშირებ ჩემ კვლევას რომ ებრძვიან მიზეზს არ ებრძვიან მიზეზს ებრძვიან შედეგს მიზეზთან ბრძოლა და მიზეზი არის ძალიან გარკვეულად დაწერილი და ახსნილი და ძალიან ბევრი სპეციალისტის და ფსიქიატრის და ფსიქოანალიტიკოსის და ფსიქოლოგების მე გავიხსენებ ალან ფრომს რომელიც 2003 წელს გარდაიცვალა ნიუ-იორკში მას აქვს გენიალური წიგნი დედაენა მშობლებისათვის სადაც ძალიან მარტივი ენით ამას თუმცა ფროიდიც აღწერდა ფროიდამდე იყო უკვე ცნობილი როგორ უნდა გაზარდო ბავშვი რომ ის იყოს ფსიქიურად მდგრადი ანუ ამ პრობლემების გადაწყვეტა შეაძლოა თქვენი რესურსების სურვილი რა იყო აი მე სადაც წავედი აი ეს მექანიზმი რაც მე ვნახე თქვა თვითგადარჩენის ინსტინქტის თქვა მოქმედების მექანიზმი მისი სტრუქტურა თქვა და მე გამიჩნდა სურვილი იმის რომ ეს უნდა განვითარებას განიცდიდეს და ცვლილებას უნდა განიცდიდეს გარკვეული წესით საზოგადოების განვითარებასთან ერთად თქვა და არ ემჩნევა ეს დღევანდელ საზოგადოებას უბრალოდ მე მტკიცებულებები არ მეყო და ამოვედი იქ რომ მტკიცებულებები რომ მიიღო საზოგადოების როგორ გითხრათ აი ჯანმრთელობას ამ ხრივ უნდა თქვათ ის რასაც წერს ალან ფრომი მე ამას ჩემ თავზე არ ვიბრალებ თქვათ აქ არაფერი პრეტენზია არ მაქვს რამდენადაც ძალიან კარგად აქვს ეს დაწერილი და ძალიან კარგად აქვს დასაბუთებული და უამრავი სპეციალისტია ფსიქოლოგი თუ ფსიქოანალიტიკოსი თუ ფსიქიატრი ვინც ეს იცის
მაგრამ საოცრებაა რომ ვერ ახერხებს დღევანდელი ცივილიზაცია გაიზიაროს და ამ წესით მოახდინოს. იქ არის მარტივად რომ გითხრათ, დედამ უნდა გაზარდოს შვილი. 60 წლამდე რომ ეს გაიგიების პროცესი, იდენტიფიკაციის პროცესი, ფსიქიური მშობიარობა უნდა მოხდეს ისეთივე ჯანსაღი, როგორც ბიოლოგიური მშობიარობა, რასაც ვერაფრით ვერ უმოდება დღევანდელი ჩვენი ცივილიზაცია და მე მინდოდა, თქვათ, აი ვაბოლოოდ თქვენ არ გეტყვინებათ, მე მინდოდა და სურვილი მაქვს დღესაც და შესაძლებელია დრო აღარ მეყოს, მაგრამ ეს მუდმივად მრჩება რომ მეც ჩემი თქვათ კვლევებით ჩავწერილი ვიყავი ამ ხალხის სიაში და ამათთან ერთად მომეხერხებინა და ამერწმუნებუნა ჯერ განვითარებული სახელმწიფოების მთავრობები თქვათ და გაერთიანებულა ფსიქოლოგებთან, ფსიქოანალიტიკოსებთან ერთად რომ უნდა შეიცვალოს პრინციპულად ჩემი აზრით ბავშვის აღზრდის მეთოდიკა. ეს არის დაწერილი დადებითი და რატომღაც არ უნდა პოლიტიკის შემდეგ თქვენს ენერგიას და რესურსებს? ასეთი სურვილი მქონდა, მაგრამ მოახერხებ, ალბათ მოახერხებ.